ფაქტები დასტურდება, რომ ქართული ოცნება რეალურად არის რუსული ოცნება, არის რუსული ინტერესების გამტარი და როგორც ცნობილი გამოთქმა, ფაქტებს არ აინტერესებს მოსაზრებები. პირველი ერთ-ერთი დიდი ინდიკატორი ბიძინა ივანიშვილის და მე უკვე ქართული ოცნების რუსეთთან კავშირების იყო ბუნებრივია ის, რომ მან მოახერხა ქართულ პოლიტიკაში შემოსვლა, ისე რომ თავისი ქონება, თავისი კაპიტალი, მათ შორის იქაური აფთიაქების ქსელი, რომელსაც ფლობდა და სხვა აქტივები, სადაც ფული ჰქონდა ჩადებული, გამოათავისუფლა და წამოიღო საქართველოში. მე ვაფინანსებდი არა გენერალ ლებეც, ბორის ელცინის არჩევნებს ვაფინანსებდი მე. მაშინვე აჩენდა ეჭვებს იმასთან დაკავშირებით, როგორ შეიძლება ეს გააკეთო პუტინის რუსეთში, რომ ამხელა ფული გაიტანო გარეთ, თუ ამას არ აქვს თან რაღაც გარკვეული პოლიტიკური ვალდებულებები და როგორც აღმოჩნდა, ეს მართლაც ასე იყო. აგარია. ვაი, სუნი აქვს ზუსტად ის ძველი მანქანის სუნი გამახსენდა, რა კარგია. ვაუ! აბა მან ქონების შეძენა გააგრძელა ბოლო პერიოდში, მათ შორის უძრავი ქონების შეძენა. გამოჩენილია ოლიგარქის აქამდე უცნობი უძრავი ქონება მოსკოვში. ოლიგარქის მოსკოვური ქონება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ტყუილი იყო მისი დაპირება რუსეთთან ყველანაირი კავშირის გაწყვეტის შესახებ. თავიდან როცა ივანიშვილი მოდიოდა ხელისუფლებაში, უკვე ჩანდა პირველი განცხადებები, რომელსაც მაშინდელი ივანიშვილი თუ მასთან დაახლოებული მთავრობის წარმომადგენლები ამბობდნენ, ყველაზე ესეთი ცნობილი განცხადება არის, რომ ჩვენ არ უნდა უკიჟინოთ რუსებს, რომ ისინი არიან ოკუპანტები. მე არ მგონა და ვერ მგონია და ვერ ვიჯერებ, რომ რუსეთის სტრატეგია არის მეზობელი ქვეყნების ტერიტორიების დაპყრობა და ოკუპაცია. მეორე ცნობილი განცხადება იყო ასევე გარკვეული მითითება იმაზე, რომ მაშინდელი სომხეთის საგარეო პოლიტიკური მოდელი, რომელიც გულისხმობდა, რომ არც ნატოში ყოფილიყო ინტეგრაცია, არც ევროკავშირში და პირიქით ყოფილიყო რუსულ რეჟიმებში ინტეგრირებული, მათ შორის დსთ-ში, მათ შორის ეგრეთ წოდებულ ოდკბ-ში, ევრაზიულ კავშირში, რომ ეს იყო მისაღები მოდელი საქართველოსთვის. საქართველოს ძალიან კარგად უნდა გააცნობიეროს და გაიგოს თავისი ადგილი. საქართველოს ვერ იქნება დიდი გეოპოლიტიკური მოთამაშე, რასაც ცდილობდა სააკაშვილი. რუსეთის პოზიცია საქართველოს ნატოსთან სწრაფასთან დაკავშირებით ძალიან გააღიზიანა და გააღრმავა სააკაშვილმა, როგორც ხარცითელი ნაჭერი ისე უფრიალებდა რუსეთს, რომ აი მე ნატოში შევალ და ამით აბრაზებდა და აღიზიანებდა. ერთ-ერთი პირველი ბუნებრივია იყო აბაშიძე კარასინის ფორმატის შექმნა. თვითონ ამ ფორმატს შეიძლება ცალკე პრობლემა, როგორც ასე აღებული არ ჰქონდა, იმიტომ რომ დიალოგის ფორმატი იყო, მაგრამ ჩვენ ვნახეთ ამ წლების განმავლობაში, მათ შორის ამ ფორმატის მეშვეობით როგორ ხდებოდა გაზრდა საქართველოს დამოკიდებულების რუსეთზე. მაგალითად, ჩანაწერები არსებობს, რომლებიც გავრცელდა, რომლის ავთენტურობაც სავარაუდოდ დადასტურებულია, იმიტომ რომ არავის არ უყვია. სადაც საუბარია იმაზე, რომ მაგალითად რუსეთი აპირებს, რომ კიდე ერთი გზა ააშენოს საქართველოსთან დამაკავშირებელი. იქნებ ქართულ მხარესთან შესაძლო იყოს საჰაერო მიმოსვლის განახლების განხილვა და კიდევ ისმის მოსაზრება, რომ სახმელეთო საგზაო კავშირებიც უნდა აღდგეს. იმ თავითვე, როდესაც ქართული ოცნება ხელისუფლებაში მოვიდა, მოხდა კონკრეტული შეიძლება ითქვას სიმბოლური, მაგრამ როგორც მე აღმოჩნდა, არც თუ ისე სიმბოლური ნაბიჯების გადადგმა, რამაც აჩვენა იმდროინდელი ხელისუფლების კურსზე. ერთ-ერთი ასეთი პირველი იყო ეგრეთ წოდებული ამნისტია, რომელიც პოლიტიკურად გასაგები იყო, იმიტომ რომ ეხებოდა იმ ადამიანებს, ვინც მაშინ შეფასდა, რომ იყვნენ პოლიტიკური პატიმრები, მაგრამ მათში მოიქცნენ ის ადამიანები, რომლებიც იყვნენ რუსეთის ჯაშუშები. აქ იყო ჩახალიანი, აქ იყო შკრილნიკოვი და რამდენიმე სხვა, რომლებიც კონკრეტულად რუსეთის ინტერესებზე საქმიანობის გამო იხდიდნენ სასჯელს ქართულ ციხეებში. ამავე პერიოდში საქართველოს იღებს გადაწყვეტილებას, რომ მონაწილეობა მიიღოს სოჭის ოლიმპიადაში, რაც საბოლოო ჯამში ქმნის იმ აურას, რომ ჩვენი პარტნიორებიც მათ შორის იწყებენ იმაზე საუბარს, რომ საქართველოს და რუსეთს შორის პრობლემები არ არსებობს. ჩვენ თუ ურთიერთობის დალაგება გვინდა რუსეთთან და ამ დროს ოლიმპიადაზე უარს ვამბობთ. ომები ჩერდებოდა ოლიმპიადების დროს და ჩვენ რა გვჭირს ისეთი, რომ დღეს მონაწილეობა ვერ მივიღოთ. ამ დროს ასევე ჩდება კიდე ერთი ჩემი აზრით უფრო შემაშფოთებელი ტენდენცია, რომელიც ბოლოს მიიყვანა კიდეც ივანიშვილმა ლოგიკურ დასასრულამდე, ეს არის ნელ-ნელა ნატოზე ჩამოშორება. რასმუსენის ჩამოსვლას და მისი გამოსვლის ანალიზს თუ მიაქციეთ ყურადღება, აი ვახსენეთ თუ არა ნატო წარგმნიცა ჯიქა. 2012 წლის ბოლოს ხდება საქართველოს გენშტაბის უფროსის დაჭერა ზუსტად რამდენიმე დღით ადრე, როდესაც აქ უნდა ჩამოსულიყო მაღალი
სამხედრო დელეგაცია, გენშტაბის უფროსები, სამხედრო კომიტეტი უნდა ყოფილიყო და ეს ვიზიტი მაშინ გაუქმდა. რამდენიმე თვეში ხდება საკრებულოს წევრების დაკავება ოპოზიციური ზუსტად მაშინ, როდესაც ნატოში ლეოატლანტიკური საბჭო იმყოფებოდა საქართველოში, აფრინელები არ იყვნენ, როცა ეს მოხდა და ასეთი ტიპის ნაბიჯებით განცდა ჩვენს პარტნიორებში, რომ საქართველოში რაღაც წინსვლა იყო დემოკრატიის კუთხით, ახალი არჩევნები გადაგორებული ქვეყანა იყო, ოპოზიციამ გაიმარჯვა და ასე შემდეგ, ეს განცდა ნელ-ნელა დაიწყო მისი ეროზია. ეს განცდა ნელ-ნელა გახდა დომინანტური ჩვენს პარტნიორებში და ამან რა თქმა უნდა ჩვენ ნატოში ინტეგრაციას სერიოზული პრობლემა შეუქმნა. ეს პირველი ნაბიჯები, რომელიც მაშინ გადაიდგა, საბოლოო ჯამში მივიდა იქამდე, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა, ქართული ოცნების პრემიერ-მინისტრმა და ასევე სხვა ქართული ოცნების წარმომადგენლებმა ბოლოს პირდაპირ განაცხადეს, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანება არის დაკავშირებული რუსეთის გადაწყვეტილებასთან, რომ გასაღები არის მოსკოვში. არ ვართ მიამიტები. გვესმის, რომ საქართველოს პრობლემები აქვს, ტერიტორიული პრობლემები გვაქვს რუსეთთან. ჯერ ის უნდა გადავჭრათ და მერე გავხდეთ ნატოს წევრი. განსაკუთრებით აღსანიშნავი მიმართულება, სადაც ჩანს, რომ საქართველო თავის თავს ისუსტებს რუსეთის ინტერესის სასარგებლოდ, არის ეგრეთ წოდებული რადარის საქმე. პრემიერ-მინისტრი ითხოვდა, მაშინ ღარიბაშვილი იყო პრემიერ-მინისტრი, ბუნებრივია, იგულისხმებოდა, რომ ამას ითხოვდა ივანიშვილი. დააკავეს ეს ხუთი უდანაშაულო აბსოლუტურად თანამშრომელი თავდაცვის სამინისტროსი, რომ ჩემზე ზეწოლა ყოფილიყო, რომ მე არ მომეწერა ხელი. თუმცა მე მაინც მოვაწერა ხელი, მაგრამ უკვე ვიცოდი, რომ პრაქტიკულად მე უნდა წავსულიყავი თავრობიდან. კარგი მაგალითი იმისა და კარგი დამადასტურებელი იმისა, რომ ხელმოწერის მერეც კი მემორანდუმზე არც ერთი ნაბიჯი არ გადაუდგავს ქართულ ოცნებას იმისთვის, რომ ეს შესყიდვის საქმე მieყვანა ბოლომდე საქართველოს ქონოდა ანტი საჰაერო შესაძლებლობები, ასე ვთქვათ. რუსეთი შედის ყირიმში, ახდენს ყირიმის არალეგალურ ანექსიას და იწყებს ომს დონბასში, ჩნდება ქართული ოცნების დამოკიდებულება, როგორი არის რუსეთის მიმართ და უკრაინის მიმართ. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ტერიტორიები ოკუპირებულია რუსეთის მიერ, რიტორიკულ დონეზე აბსოლუტურად ნათელია, რომ განცხადებები არის არა ანტირუსული. ჩვენ გვახსოვს იანურის მოვლენების დროს მაიდანზე კალაძის განცხადება, რომ გუშევსკის ქუჩას არ გაცდება ეს პროტესტი. ადამიანები ჩვეულებრივ ცხოვრებით ცხოვრობს, არის ერთი ქუჩა, გრუშევსკის ქუჩა, სადაც ხდება ეს შეტაკება. ანუ რითი თქმა გსურთ, რომ გრუშევსკის მოედანს არ სცდება პოლიტიკური კრიზისი? პოლიტიკური კრიზისი რა მდგომარეობაც არის, ეს არის რეალობა. ჩვენ გვახსოვს გადაწყვეტილება, რომ სანქციებს არ შეუერთდეს მაშინ საქართველოს ხელისუფლება, სანქციებს, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ არის შემოღებული დასავლეთის მიერ. მაშინ ალბათ ყველაზე ნიშანდობლივი განცხადება ივანიშვილის პოლიტიკური გუნდისგან იყო ღარიბაშვილის განცხადება. The situation in South Ossetia and in Abkhazia is absolutely different. აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში სრულიად განსხვავებული ვითარებაა. დიდი შეცდომაა ყირიმისა და სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის შედარება. თურმე საქართველოს დიალოგით აგვარებს ამ პრობლემას და არ აქვს ამას ამიტომ არანაირი კავშირი იმასთან რაც ხდება უკრაინაში. მაშინ როდესაც რეალურად ქვეყნის ინტერესში მაშინ იყო რომ ეს ორი პრობლემა ერთმანეთთან დაკავშირებული ყოფილიყო, რომ დასავლეთის რეაქცია რუსეთზე და უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე ასევე გადმოსულიყო საქართველოზე. ამით ჩვენ უფრო მეტად გავაძლიერებდით, მათ შორის ყურადღებას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ. 300 მეტრით გადმოწეული საოკუპაციო ხაზი. სპეცტექნიკით შეერაღებული რუსი სამხედროები დვანსა და დიცში ახალ მავთულ ხართებს ავლენენ. ქართული ოცნების მხრიდან პრაქტიკულად რეაგირების გარეშე ხდება ოკუპირებული ტერიტორიების ეგრეთ წოდებული ბორდერიზაცია, როდესაც ოკუპანტები და მათი მარიონეტული ხელისუფლებები ახდენენ ამ რეგიონების უფრო მეტად გაძლიერებას, იქ აღმართვას მავთულ ხართების, შემოღობვას ტერიტორიის. ზედმეტ ისტერიკებიც არ უნდა ამ პროცესს. ახლა გავირკვეთ, საიდან მოდის, რატო ხდება? მე გაუგებრობაც კი მგონია, რომ ეს არ მგონია, რომ მაინც და მაინც ეს ცენტრალიზებულად იმართება რუსეთიდან. ასეთ იმისა, რომ ეს ანტიანექსიური პოლიტიკა შეემუშავებია მაშინ ქართულ ოცნებას და ეს გამხდარიყო ერთ-ერთი მთავარი სასაუბრო თემა ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან. შიდა რიტორიკა გვახსოვს ივანიშვილის და მისი თანაგუნდელების, რომ ეს არ იყო მნიშვნელოვანი. ვიდეო მასალაში ჩანს, როგორ გადმოდიან ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე საოკუპაციო რეჟიმის სამხედროები და გიგა 4-ზორიას ჯერ ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებენ, შემდეგ კი ესვიან. ამ პერიოდში ხდება ასევე საქართველოს მოქალაქეების მკვლელობა საოკუპაციო ხაზზე, ხო? გიგა 4-ზორია, არჩილ ტატუნაშვილი, ბაშარული და სხვები და იდეა იყო მაშინ პარლამენტში, რომ მიგვეღოს სია, რომლითაც მოხდებოდა იმ ადამიანის სანქცირება, ვინც ამაზე იყვნენ პასუხის
დამოუკიდებელი და მაშინ ქართულ მოცემამ ყველაფერი გააკეთა, რუსია ყოფილიყო მიღებული არა ისეთი როგორც ჩვენ გქონდა წარდგენილი, რომელიც დიდ დისკრეციას აძლევდა მთავრობას, რომ იქ მართლა დამნაშავეები, მათ შორის ეჭვმიტანილები მოხვედრილი იყო, არამედ მიიღეს ესეთი სია, რომელიც ჯერ ერთი რაღაცნაირად აცდა იმდროინდელ დანაშაულებებს, გახდა უფრო ვრცელი, მასში შეყვანილი იქნა მათ შორის გარდაცვლილი ადამიანები, რამაც რაღაცნაირად დააკნინა ამ სიის არსებობა და უფრო მეტიც, მე ამ სიაში არავის დამატება არ მოხდა. სად არის გავრილოვი? სად არის ამ ქვეყნის ოკუპანტი, რომელიც დაასვით ამ ქვეყანას თავზე? გავრილოვის ხალხი. ოდესაც ჩვეულებრივი ამბავი გახდა ქართული ოცნებისთვის, რომ გავრილოვი რუსეთის დუმის კომუნისტი წევრი, რომელიც საქართველოს ტერიტორიას არ აღიარებს, საქართველოში მოეწვიათ, არათუ მოეწვიათ, მე ჩაესვათ პარლამენტის სპიკერის სავარძელში. ეს იყო ჩვეულებრივი ამბავი. ანუ ამ მანამდე არსებული სერიოზული წითელი ხაზების რღვევა იწყება სწორედ მას. სხვა შორის მაშინდელმა რეაქციამ საზოგადოების ამაზე, როგორც ჩანს ქართულ ოცნებას ასწავლა ჭკუა, ასე ვთქვათ, რომ ცოტა ხნის განმავლობაში ყოველ შემთხვევაში ისინი ცდილობდნენ, რომ საზოგადოება არ გაეღიზიანებიათ. ერთ-ერთი გადამწყვეტი ეპიზოდი, როდესაც საქართველოს მხრიდან და ქართული ოცნების მხრიდან რუსეთის სტრატეგიული ინტერესების დაცვა მოხდა საქართველოს ინტერესების საზიანოდ, იყო გადაწყვეტილება ანაკლიის სპორტთან დაკავშირებით. ანაკლიის სპორტი, რომელიც უნდა ყოფილიყო აშენებული ამერიკული კონსორციუმის მიერ, ამერიკული ინვესტიციებით ჩერდება, მისი დამფუძნებლები ხდებიან პოლიტიკური დევნის ობიექტი და დღემდე ანაკლიის სპორტი არის ამ სიტუაციაში და უფრო მეტიც ბოლო გადაწყვეტილებების შედეგად, როგორც ჩანს, აპირებენ, რომ ის იყოს გადაცემული ჩინეთზე, ანუ რუსეთის სტრატეგიულ მოკავშირეზე, ნაცვლად იმისა, რომ ეს ყოფილიყო საქართველოში დასავლური ინტერესების ფორპოსტი და ჩვენი ქვეყნის ტრანზიტული პოტენციალის გამაძლიერებელი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ჩვენ გვახსოვს ის ციტატებიც, რომელიც მათ შორის ბატონმა ხაზარაძემ ახსენა. მე არ დამავიწყდება ძალიან ცუდი საუბარი ბიძინა ივანიშვილთან 2017 წელს. ესეთი რაღაცა მითხრა, რომ რა უნდათ ამერიკელებს შავ ზღვაში? ეს არის რა თქმა უნდა რუსული ინტერესების პირდაპირ გატარება, რომელიც მაშინ იყო დაინტერესებული იმით, რომ ნოვოროსიისკის სპორტი ყოფილიყო წამყვანი და ეს ტვირთები არ წასულიყო საქართველოს გავლით. ის რომ დღემდე აშენებული არ არის ანაკლიის სპორტი და ამოქმედებული არ არის, სერიოზულ პრობლემას უქმნის ჩვენი ქვეყნის ტრანზიტულ პოტენციალს. უკვე იმის გათვალისწინებით, რომ სამხრეთ კავკასიაში სხვა ტრანზიტული არხების შესაძლებლობაც გაჩნდა და აქაც საქართველოს სრულიად, ასე ვთქვათ, სურათს მიღმა და თამაშგარე მდგომარეობაშია. როდესაც ჩვენ ლაპარაკობთ დამოკიდებულების დაზე, აქ რამდენიმე მიმართულება არის გამოსაყოფი, ერთ-ერთი ბუნებრივი არის ვაჭრობა. 2012 წელს საქართველოს რუსეთის ვაჭრობა იყო პრაქტიკულად ნულოვან ზღვარზე, ანუ ჩვენი ექსპორტი რუსეთში იყო ძალიან მინიმალური. მაშინ, როდესაც 2024 წლისთვის ეს გახდა ძალიან სერიოზული. რიცხვებსაც რო შევხედოთ, ხედავთ, რომ რამდენიმე მილიარდიანი ვაჭრობა გახდა დსთ-ის ქვეყნებთან და რუსეთის უკრაინაში შეჭრის მერე ეს დსთ-ის ქვეყნებთან რამდენიმე მილიარდიანი 2-3-4 მილიარდიანი ვაჭრობა ნიშნავს იმას, რომ პრაქტიკულად რუსეთთან ვაჭრობაა, იმიტომ რომ ეს ვაჭრობა მიდის იმ ქვეყნებთან, ვისაც ღია ეკონომიკური ურთიერთობები აქვს ევრაზიული კავშირის ფარგლებში რუსეთთან. ეს არის პერიოდი, როდესაც უკვე საქართველოს რუსეთს პრაქტიკულად ყველა სტრატეგიული მიმართულებით გაუკეთა დათმობა. მაგრამ ეს ყველაფერი არის ჟურნალი, როგორც იტყვიან, იმასთან შედარებით, რაც დაიწყო 2022 წელს. პირველი ინდიკატორი 2022 წელს მერე იყო ეგრევე უარის თქმა რუსეთთან სანქციებთან შეერთებაზე. საქართველოს ჩვენი ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით და ჩვენი ხალხის ინტერესების გათვალისწინებით არაპირებს მონაწილეობა მიიღოს ფინანსურ და ეკონომიკურ სანქციებში. საქართველოს მაშინ არავინ არ თხოვდა ყველა სანქციასთან შეერთებას და მაშინ იყო სხვადასხვა გზა, როგორ შეიძლებოდა საქართველოს უფრო გონივრული ნაბიჯები გადაედგა. მაგალითად, მოლდოვა არის ამისი მაგალითი. ან მაშინდელი ევროპული ქვეყნები, რომლებიც ეგრევე ყველა ტიპის სანქციას არ შეუერთდნენ, მაგრამ საქართველოს მაშინ პროაქტიულად თვითონ მიიღო გადაწყვეტილება და ეს გააჟღერა მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა პროაქტიულად ყველანაირი კითხვის და ყველანაირი პროვოცირების გარეშე, რომ საქართველოს არ უერთდებოდა რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს და არათუ არ უერთდებოდა, როგორც მერი აღმოჩნდა, გახდა ერთ-ერთი მთავარი ჰაბი, ერთ-ერთი მთავარი გამტარი და დამხმარე რუსეთისთვის სანქციების გვერდისავლე. საქართველოსთან გაიზარდა
ავტომობილების რეექსპორტი ისეთ ქვეყნებში, რომლებიც პირდაპირ მერე მიბმული არიან რუსეთთან ეკონომიკურად ევრაზიული კავშირის ფარგლებში და ჩვენ ვხედავთ, რომ ყირგიზეთთან, ყაზახეთთან, ცენტრალური აზიის რესპუბლიკებთან რამდენიმე ასეული პროცენტით გაიზარდა მანქანებით ვაჭრობა, ადვილი არის რუსეთში დრონების შეტანა, ჩიპების შეტანა. იყო ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ნავთობთან დაკავშირებული სანქციების გვერდისავლად შეიძლება მომხდარიყო საქართველოს გამოყენებით. ისევე როგორც ორმაგი დანიშნულების ტვირთების შესვლა საქართველოს გავლით რუსეთში და ეს ყოველთვის იყო სერიოზული შეშფოთების საგანი ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან. Боренька, привет, родной. ამავე პერიოდში, როგორც აღმოჩნდა, საქართველოს დაიწყო რუსეთში მიმდინარე ეკონომიკური პროცესის სათავისოდ კეთილად გამოყენება და ამისი მაგალითებია სხვათა შორის გვახსოვს ყველას ევტუშენკოვის საუბარი. ალი უზდენოვი არ იყო საქართველოში, არ შეხვედრია პრემიერ ღარიბაშვილს. საქართველოში იყო, პრემიერსაც შეხვდა. იწყება სავარაუდოდ ის სქემა, რომელიც ახლა გასკდა რამდენიმე კვირის წინ, როდესაც რუსეთიდან, შეიძლება აზერბაიჯანიდან, მაგრამ როგორც ჩანს, რუსული რუბლების დიდი რაოდენობა შემოდიოდა ქვეყანაში და ეს ყველაფერი ირიცხებოდა. ამ პერიოდში ჩნდება ეგრეთ წოდებული ფარცხალაძის ფაქტორი, რომელიც სანქცირებული არის ამერიკის შეერთებული შტატების და ახლა უკვე დიდი ბრიტანეთის მიერ, სწორედ იმის გამო, რომ საქართველოში რუსეთის ინტერესებს ატარებდა. ფარცხალაძე, რომელიც ამ ხელისუფლების ერთ-ერთი წამყვანი პოლიტიკური ფიგურა იყო, რომელიც მანამდე იყო გენერალური პროკურორი, რომელიც დაუსჯელია იმის გამო, რომ მაშინდელი აუდიტის უფროსის წინააღმდეგ ძალადობა განახორციელა, რომელიც გამდიდრდა სრულიად გაურკვეველი გზებით ძალიან მალე, ძალიან დიდად. გაჩნდა შანსი, რომ საქართველოს ჰქონოდა უკრაინასთან და მოლდოვასთან ერთად ევროინტეგრაციის რეალური ხელშესახები პერსპექტივა, ეგრეთ წოდებული ევროპული პერსპექტივა და უფრო მეტიც მიიღო კანდიდატის სტატუსი და დაიწყო მართლა გაწევრიანება ევროკავშირში, იმიტომ რომ მაშინ ევროკავშირმა გადაწყვიტა, რომ გაწევრიანების გაფართოების კარი გაეღო, ეს იყო რეაქცია რუსეთის აგრესიაზე უკრაინაში. ძალიან ნიშანდობლივი აღმოჩნდა საქართველოს ხელისუფლების მაშინდელი რეაქცია, რომელსაც არ უნდოდა, რომ საქართველოს შეეტანა განაცხადი უკრაინასთან და მოლდოვასთან ერთად. და ამას დაჭირდა საზოგადოებრივი პროტესტი, პეტიცია, ხალხის გარეთ გამოსვლა, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციების ძალიან დიდი აქტიურობა, რომ მაშინ ეს შანსი არ გაგვეშვა ხელიდან და მაშინ ეს გააკეთა ქართულმა ოცნებამ, როგორც ძალიან მალე აღმოჩნდა, ეს გააკეთა ამ წნეხის შედეგად და არა იმიტომ, რომ მათ რეალურად სურდათ ევროინტეგრაცია. ეს არის ასევე პერიოდი, როდესაც იწყებენ ძირის გამოთხრას იმ რეფორმებისთვის, რომელიც აუცილებელია ევროინტეგრაციისთვის და ჩვენ ვისაუბრეთ იმაზე, როგორ გააჩერა ნატოში ინტეგრაცია, ხო? მათ შორის გააჩერა ნატოში ინტეგრაცია რიტორიკულად, გააჩერა ნატოში ინტეგრაცია ასევე კონკრეტული გადაწყვეტილებებით, მაგალითად იმ გადაწყვეტილებებით, რომ არ მიეღოთ მონაწილეობა წვრთნებში დიდი ხნის განმავლობაში. აქ წვრთნებით უტარდებოდა, მაგალითად პოლიტიკური ლიდერები არ ესწრებოდნენ წვრთნების გახსნას. ამის შედეგი იყო ის, რომ საქართველოს გაქრა ნატოს სამიტების დეკლარაციებიდან, რომელშიც მუდმივად ფიგურირებდა ხოლმე და მუდმივად იყო ნახსენები ის ვალდებულება, რომელიც ნატომ 2008 წელს ბუქარესტში აიღო, რომ საქართველოს გახდებოდა წევრი. და ერთია ეს ნატოს მიმართულების დახურვა, ასე ვთქვათ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ არაფორმალურად, მაგრამ აბსოლუტურად ნათელი გახდა ჩვენი პარტნიორებისთვის, რომ ჩვენთვის ნატოს მიმართულება საინტერესო აღარ არის, მაგრამ ზუსტად იგივე ხდება ევროკავშირის მიმართულებით, მაშინ როცა პირიქით გაგვიჩნდა შანსი, რომ ეს პროცესი დაჩქარებული იყო. მაგალითად, იმ დღეებში, როცა გადაწყვეტილებას იღებდა ევროკავშირი საქართველოსთვის მიეცათ თუ არა მოლდოვასთან და უკრაინასთან ერთად კანდიდატის სტატუსი, დემონსტრაციულად დაიჭირეს ნიკა გვარამი აბსოლუტურად მოგონილ ბრალდებებზე. რა თქმა უნდა, არგუმენტები გაუჩნდათ მათ, ვინც ამბობდა, რომ საქართველოს არ არის მზად, არ არის დემოკრატიული და შესაბამისად გადაწყვეტილება მაშინ იქნა უარყოფითი. სრული იგნორირება ევროკავშირის მოთხოვნების, სრული იგნორირება და მიუხედავად ამისა, მაშინ ევროკავშირმა საქართველოს მოსახლეობის და ქართული ხალხის ქართული ხალხის პატივსაცემად მაინც მიცა საქართველოს კანდიდატის სტატუსი
და მიუხედავად იმისა, რომ ეს კანდიდატის სტატუსი მაინც მივიღეთ და ბუნებრივია ყველას გვესმის, რომ რუსეთს არ უნდა, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი ქონდეს და ევროინტეგრაციის გზაზე იყოს. 2024 წლიდან დაიწყო ამ კანდიდატის სტატუსის ზუსტად საწინააღმდეგო ნაბიჯების გადადგმა. დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება 2028 წლის ბოლომდე დღის რიგში არ დავაყენოთ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი. ქართულმა ოცნებამ გადაწყვიტა მარტო რუსული ინტერესების დაცვა კი არა საქართველოში, მარტო ნატოზე უარის თქმა და მარტო ევროკავშირზე უარის თქმა კი არა, არამედ საქართველოში რუსული მართლობის მეთოდების ბოლომდე დამკვიდრება. ჩვენ არა გვაქვს მათთან, საქართველოს მთავრობასთან ურთიერთობა, მაგრამ გაკვირვებული ვარ მათი სიმამაცითა და ხასიათით, რომელიც გამოიჩინეს საკუთარი მოსაზრებების დასაცავად. ისინი უკვე იწყებენ პირდაპირ რუსული რეჟიმის შემოღებას საქართველოში მართლობის კუთხით, რომელსაც აქვს რამდენიმე ქვაკუთხედი. ერთ-ერთი ასეთი ქვაკუთხედი არის პირდაპირ შეტევა პოლიტიკურ ოპოზიციაზე. ანუ პოლიტიკური ოპოზიციის უბრალოდ დამარცხება, ან რიტორიკულად მისთვის არგუმენტების მოგება კი არა, მისი განადგურება, რომელიც გამოიხატება ქვეყნიდან განდევნაში, რომელიც გამოიხატება ციხეში ჩასმაში, რომელიც გამოიხატება მათ მიმართ სრული დემონიზაციის კამპანიაში და ლუკერის ეგრეთ წოდებული კომისიის მერე და ამ დასკვნის მერე მივალთ როგორც ჩანს იქამდე რომ პოლიტიკური პარტიებს არ აიკრძალება, რაც კიდე ერთხელ არის ამ რუსული მართლობის მეთოდის ბოლომდე დანერგვა, მეორე მიმართულება, რომელიც არის ბრძოლა თავისუფალი მედიის წინააღმდეგ. ყველა მედია საქართველოში, ფორმულა, პირველი, მთავარი, ყველა მედია აღმოჩნდა შეტევის ობიექტი. და მესამე მიმართულება ეს არის კლასიკა რუსული არასამთავრობო ორგანიზაციების და სამოქალაქო საზოგადოებების და აქტივისტების წინააღმდეგ ნაწარმოები ომი და კამპანია. ზუსტად იგივე ინსტრუმენტებით, რომელიც არის რუსეთში. რუსული კანონი იყო ერთ-ერთი ასეთი ინსტრუმენტი, მერე უკვე ეგრეთ წოდებული ფარას გადმოტანა, ოღონდ ზუსტად რუსული კანონის სტილში მისი აღსრულება იყო მეორე ასეთი ინსტრუმენტი და მთელი რიგი კანონებისა, რომელიც 2025 წელს მარტო 20-ზე მეტი კანონია თუ არ ვცდები, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა არის ზუსტად იგივე ეგრეთ წოდებული მეტაჯიჩკა ქვია ამას რუსულად იქიდან აღებული, რაც ნიშნავს, რომ პირდაპირ კოორდინირებულია როგორც მინიმუმ, თუ პირდაპირ იქიდან არ არის მიღებული ინსტრუქციები, როგორ უნდა მოხდეს აქ რუსული მართლობის მეთოდის შემოღება. ყველაფერი იცის რა მოხდა 2008 წელს. რომ საქართველოს ხელისუფლების პროვოკაციის გარეშე ეს რო ვერ მოხდებოდა, ყველა მიცის. ვინ არის დამნაშავე 2008 წლის ომში? თუ აქამდე იყო მხოლოდ ზოგადი განცხადებების დონეზე დადანაშაულება ცალკეული პოლიტიკოსების და ასე შემდეგ, ჩვენ ვნახეთ, რომ 2024 წლის ჯერ არჩევნების წინ გორში გაკეთებული განცხადების, მერე ზუგდიდში გაკეთებული განცხადების შედეგად ეს ბოდიშის მოხდის ყოველდღე ამაზენი კამპანია. როდესაც ომის გამჩაღებლები გასამართლდებიან, ჩვენ აუცილებლად გამოვზებდით საკუთარ თავში ძალას, რათა ბოდიში მოვიხადოთ. არა, ჩვენ ეს ნახეთ როგორ გაგრძელდა უფრო ინსტიტუციურად უკვე ეგრეთ წოდებული წულუკენის კომისიის დასკვნის ფარგლებში, სადაც პასუხისმგებლობა იმაზე, რაც 2008 წელს მოხდა, ეკისრება არა რუსეთს, არა პუტინს, არა მედვედევს, არა იმ მარიონეტულ რეჟიმებს, რომლებიც პირდაპირ იყვნენ დამნაშავე და მათ შორის აღიარებული იქნენ მე დამნაშავეებად, მაგალითად ეთნოსამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ, არა მათ არამედ საქართველოს მაშინდელ პოლიტიკურ ხელისუფლებას და ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი, ყველაზე სერიოზული სხვა ჩირქის მოწმენდა რუსეთისთვის. ქართული ჯარი სამხედრო საქმისგან შორს მყოფი პოლიტიკოსების მიერ მართულ ომში აღმოჩნდა, რომლებმაც გარე ძალების დახმარების იმედითა და ქართველი სამხედროების აზრის უგულებელ ყოფით ქალაქ ცხინვალზე შეტევა განახორციელეს. ერთ-ერთი ყველაზე დიდი სარკე იმისა, რომ ეს ხელისუფლება, ეს რეჟიმი მართლა იქცა რუსულ ოცნებად და არა ქართულ ოცნებად, არის ის თუ როგორი ტიპის პროპაგანდას ეწევა ის ეგრეთ წოდებული deep state-ი, ეგრეთ წოდებული გლობალური ომის პარტია, არის გზავნილები, რომელიც ზუსტად ერთ-ერთი ემთხვევა რუსულ გზავნილებს. ბუქარესტის 2008 წლის სამიტის დაპირების მიუხედავად საქართველო და უკრაინა არ გააწევრიანეს ნატოში და ორ პირქარში დააყენეს. ყველა ასეთ გადაწყვეტილებას გლობალური ომის პარტია იღებს. გზავნილი იმისა, რომ ყველაფერში დამნაშავეა დასავლეთი და არა მაგალითად რუსეთი, მაგალითად უკრაინასთან, უკრაინის ომთან მიმართებაში. ეს არის ძალიან კარგი მაგალითი იმისა, როგორ გახდა ქართული ოცნება რეალურად რუსული ოცნება. უფრო მეტიც, ისეთი ინსტრუმენტები აიღო მან პროპაგანდის, რომელსაც რუსეთი იყენებს ხოლმე ხშირად, მაგალითად ეგრეთ წოდებული whataboutism, ანუ როდესაც შენ ცდილობ შენთან
რომ რაღაცა ცუდი ხდება და ვიღაც გაკრიტიკებს, ეს შეუბრუნო მეორე მხარეს და მაგათ აკრიტიკოს საფრანგეთი, გერმანია, ამერიკა, დიდი ბრიტანეთი და თქვა რომ აი თქვენთანაც ხდება ცუდი რაღაცეები და ჩვენთანაც ხდება. ან მეორე, რასაც მე ვეძახი კომპარაგანდას, ანუ კომპარავიტივისტული პროპაგანდა, შედარებითი პროპაგანდა, როდესაც ჩვენ არბელ ასისხლიანებ იჭერ აქტივისტებს, როდესაც მათ წინააღმდეგ გაქვს აღვინახსნილი ძალადობა ქუჩებში, არავის არ სჯი მათ წინააღმდეგ. მაგრამ სამაგიეროდ სჯი მზია ამაღლობელს გაწნილი სილისთვის. ოღონდ იმავე დროს არ სჯი ქართული ოცნების ხარდაჭერს, რომელიც ასევე თავს ესხმის და სილას აწნავს გოგოს. ეს რო გაამართო, შედარებას აკეთებ ევროპაში რომელიღაც ეპიზოდთან, სადაც მაგალითად დასაჯეს ვიღაც, ვინც თავს დაესხა პოლიციას და ამის შიგნით გაბერვას ახდენ და ცდილობ გაამართლო, რომ თურმე ეს იქაც არის მისაღები. ეს ყველაფერი, ეს ფაქტები არის ის უდავო ჭეშმარიტებები ჩემი აზრით, რომელიც ქმნის აი ამ ამბავს იმისა, როგორ იქცა ერთ დროს შეიძლება ქართული ოცნება, რომელიც შედგებოდა ადამიანებიდან, ვისაც მართლა რაღაც კარგი უნდოდა ქვეყნისთვის, მაგრამ მაშინაც ივანიშვილის მმართველობის ქვეშ, დღეს როგორ ჩამოყალიბდა ჩვეულებრივ რუსულ ოცნებად, ისევე ივანიშვილის მმართველობის ქვეშ.